დიახ, თითქმის 3 საათია უკვე რაც დამოუკიდებელი პროფკავშირის ლაბორის ოფისში მიმდინარეობს ჩხრეკა, აქ ამ ჩხრეკას ატარებს ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები, თანამშრომლები, თუმცა უცნობია კონკრეტულად რა ძეძებს ფინანსური პოლიცია ახლა ლაბორის ოფისში. ცნობილია ის, რომ ჩვენთვის გარკვეული სახის დოკუმენტები არის ამოღებული, თუმცა ეს დოკუმენტები რას ეხება და რასთან დაკავშირებით რა ტიპის დოკუმენტაციაზეა საუბარი, ეს ამ დროისთვის არის უცნობი და ბუნებრივია მას შემდეგ გახდება მეტი დეტალი. ცნობილი რაც ფინანსური პოლიცია უკვე ლაბორის ოფისს დატოვებს, ასევე აღსანიშნავია ის დეტალიც, რომ დიღომში ეს არ არის ერთადერთი ლოკაცია, სადაც ამ წუთებში ჩხრეკა მიმდინარეობს, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, კიდევ ამ ოფისის გარდა 3 ლოკაციაზე მიმდინარეობს ჩხრეკა. ეს არის ლაბორის თავმჯდომარის გიორგი დიასამიძის საცხოვრებელი სახლი, ასევე ეს არის ყოფილი ოფისი ლაბორის და ის ტერიტორია, სადაც რამდენიმე კვირის წინ ლაბორის წარმომადგენლებმა ყრილობა გამართეს, როგორც წარმომადგენლები ამბობენ, დღეს ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა მათ განჩინება ჩააბარეს და ამ განჩინების საფუძველზე დაიწყეს ჩხრეკა ტერიტორიაში და ტერიტორიაზე, თუმცა ამ განჩინებას იურისტები არაკონსტიტუციურს უწოდებენ და ამბობენ, რომ არ არის მითითებული თუ რა ნივთებს ეძებენ ახლა ფინანსური პოლიციის თანამშრომლები ამ ოფისში და შესაბამისად ისინი აპირებენ, რომ ეს განჩინება გააპროტესტონ. თავად ლაბორის წარმომადგენელი ამბობს იმას, რომ ეს არის პოლიტიკური, რაც ახლა ამ წუთებში ხდება და მიმდინარეობს ჩხრეკა, რადგან ლაბორი არის სწორედ ის პროფკავშირი, დამოუკიდებელი პროფკავშირი, რომელიც მხარდაჭერას უცხადებს იმ ადამიანებს და სოლიდარობას, ვინც ხმამაღლა საუბრობს ადამიანის შრომითი უფლებების დარღვევაზე და ამიტომ ისინი არ გამორიცხავენ, რომ სწორედ მათ საქმიანობას უკავშირდებოდეს ის ჩხრეკა, რაც ამ წუთებშიც მიმდინარეობს. რას ეძებენ? თვითონაც არ იცი რას ეძებენ, არ ვიცი. დოკუმენტებს ამოწმებენ? ხო, სავარაუდო დოკუმენტები. და ვინ გიჩივლათ, ხომ არ იცით? არც ეს არ ვიცი, სავარაუდოდ ეს არის იმ დასახელთა შრომითი უფლებების დაცვის მიზნით და სავარაუდოდ პოლიტიკური სიტუაცია რა როგორც არის მძიმე, ცოტა ხანი სოციალურ მდგომარეობა დაემატება და ველის მოსუფთავება საჭირო. ალბათ არ ვიცი. სიგარეტი რო იმასთან ამორ. თქვენს რომ უკეთ ყველანაირი დოკუმენტაციის გადასამოწმებლად მოვიდნენ, თვითონ ესე იგი სასამართლო განჩინებაში, ანუ არაფერი არ ეწერა იმასთან დაკავშირებით თუ კონკრეტულად რის საპოვნელად არიან მოსულები, რაც კანონდარღვევა არის მითითებული 4 ლოკაცია, იქ თუ სად ჩატარდება ესე იგი ჩხრეკა, ერთ-ერთი არის ჩვენი ოფისი, ძველი ოფისი, სადაც ნუ უკვე აღარაფერი აღარ არის. ამიტომ დიდი ხანია უკვე დავტოვეთ, ასევე ესე იგი ჰუალინგში ესე იგი ლოკაცია, სადაც უბრალოდ ნაქირავების სივრცე ქონდა იმისათვის, რომ სხდომა ჩაგვეტარებინა და იქ ეს ლოკაცია არის მითითებული, როგორც საჩხრეკი ობიექტი, რომ ნახო რამე დოკუმენტაცია არის თუ არა იქ, ნუ რაც სასაცილოა. მეოთხე არის, ნუ თავმჯდომარის სახლი. უბრალოდ ვფიქრობთ, რომ ეს არის ერთ-ერთი რაც გაშავების ცდილობა. ან ალბათ ცდილობენ რაღაც შეტენონ, არ ვიცი. ვის საფუძველზე ხარ შემოსული? რა საგამოძიებო მოქმედება ბირის ფარგლებში შეგიძლიათ გითხრათ? ფინანსური პოლიცია? ფინანსთა სამსახურის საგამოძიებო სამსახურიდან ვართ. თბილისის საქალაქო სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე ტარდება ჩხრეკა და ვინ ესწრება ჩხრეკის პროცესი? დატოვეთ რა თქმა უნდა. ვინ ესწრება მაინტერესებს ჩხრეკის პროცესი? მეც კომენტარს ვერ გავაკეთებ. დატოვეთ რა თქმა უნდა. უბრალოდ მესამე პირი ესწრება ჩხრეკის პროცესს? დიახ, რა თქმა უნდა. დამოუკიდებელი პროფკავშირის ლაბორის მოქმედ ოფისში, უკვე როგორც გითხარით, 3 საათია რაც ჩხრეკა მიმდინარეობს და თუ რა სახის დოკუმენტაციას ამოიღებს ფინანსური პოლიცია, ეს ჩხრეკის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი და როგორც თქვენ ისმენთ პირდაპირ ეთერში, ისინი უკავშირებენ მათ საქმიანობას და ასევე არ გამორიცხავენ იმასაც, რომ შესაძლოა ეს მიმდინარე ჩხრეკა უკავშირდებოდეს მათ მიერ 1 მაისს დაანონსებულ მასშტაბურ აქციას, სადაც ის ადამიანები იქნებიან შეკრებილი, ვინც შრომით უფლებებს აპროტესტებენ და როგორც ისინი ამბობენ, ახლა ქართული ოსამის წარმომადგენლებს სწორედ ასე უნდათ ხელი შეუშალონ მათ საქმიანობას.